შესაძლებელი არის საქართველოს ბელარუსიზაცია? როგორ პათეტიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მე მგონი რომ ჩვენზე არის დამოკიდებული. ყოველდღიურად ქუჩაში წყდება, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში წყდება, საქართველოში რა პოლიტიკური რეჟიმი იქნება. ჩვენ დღეს ვერ ვუპასუხებთ შეკითხვას, საქართველოში რა პოლიტიკური სისტემა გვაქვს, აი შედარებით განგრძობითად, აი სახელმძღვანელოში ამას ვერ ჩაწერ, იმიტომ რომ შენ 3 თვის წინ სხვა სიტუაცია ქონდა, 2 წლის წინ კიდე უფრო სხვა სიტუაცია ქონდა და არავინ არ იცის 3 თვეში კი არა 3 კვირაში რა პოლიტიკური სისტემა გვექნება. ეს ახლა ხდება ამის ჩამოყალიბება ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესში, წყდება საბოლოო ჯამში საქართველოს იქნება დემოკრატია, ის იქნება ავტოკრატია, თუ ავტოკრატია იქნება, როგორი ტიპის ავტოკრატია იქნება. ცხადია, ყველას გვინდა რომ დემოკრატიული და განვითარებული იყოს საქართველოს, მაგრამ თუ ვიქნებით ავტოკრატია როგორი ტიპის? იმიტომ რომ მაგალითად ყაზახეთსა და თურქმენეთს შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. ყაზახეთი არ არის დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ რა თქმა უნდა არჩევანი მოგცენ. ყაზახეთში ცხოვრობთ თურქმენეთში, გიჟი უნდა იყოს რა თქმა უნდა თურქმენეთში. თურქმენეთი არის ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალი და ერთ-ერთი ყველაზე რეპრესიული და დიქტატორული სახელმწიფო სოფლიოში. არა და ერთი რეგიონის სახელმწიფოები არის, ორივე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა და სავსებით შესაძლებელი იყოს სხვანაირად წასულიყო, ხო, მათი განვითარების გზები. ხა იგივე ირანი ძალიან არადემოკრატიული და ძალიან სახიფათო სახელმწიფო არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მაგრამ ავღანეთს ჯობია ხალხი ავღანეთიდან ირანში გარბის, იმიტომ რომ ავღანეთი საერთოდ კატასტროფა არის. შესაბამისად, თითოეული გოჯი თავისუფლება დღეს არის დასაცავი. შენ სადამდეც იბრძოლებ და სადამდეც დაიცავ, სადამდეც გავა ეს საზღვარი, ამაზე იქნება მათ შორის დამოკიდებული, როგორ სახელმწიფოში მოგიწევს ცხოვრება.